ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ეკრანიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს. ეს არის ახალი ინოვაცია, რომელიც ჯერჯერობით ბაზარზე ფაქტობრივად არ არსებობს. ამ ინოვაციის სახელწოდება სავარაუდოდ იქნება Hypernova. ყოველ შემთხვევაში პროექტს ასე ჰქვია. Meta-ს ეს ახალი ხელსაწყო მოხმარებელს მიცემს იმის საშუალებას, რომ სათვალით მან ისარგებლოს, მაშინაც კი, როდესაც ის მოძრაობს აკეთებს რაღაცას, ესაუბრება ხელოვნურ ინტელექტს ან თუნდაც სარგებლობს სხვადასხვა ფუნქციონალით. ჩვენ როგორც ვიცით, Hypernova-ს ექნება ერთი მცირე ზომის ეკრანი, რომელიც იქნება ჩაშენებული უშუალოდ ლინზაში და ამისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ინტერაქციას სათვალესთან, ხოლო ინტერაქციის შედეგად მას შეიძლება სხვადასხვა აპლიკაციებით სარგებლობა, მათ შორის იქნება რა თქმა უნდა Meta-ს ძირითადი სოციალური ქსელები, აგრეთვე იქნება კამერის ფუნქციონალი, ასევე ამოწყობილობას ექნება კავშირი ინტერნეტთან და მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იქნება მცირე ზომის მინიატურული კომპიუტერი, რომელიც იქნება ჩამონტაჟებული სათვალის დიზაინში. თავად დიზაინი კი იქნება რა თქმა უნდა Ray-Ban-ის, ვინაიდან Ray-Ban-თან მიმართებით Meta-ს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ასევე ბიზნეს თვალსაზრისითაც. ხოლო ღირებულებას რაც შეეხება Bloomberg-ის ცნობით, ამ სათვალის ფასი დაიწყება $1,000-დან და იქნება დაახლოებით $1,500 ფარგლებში, ანუ საკმაოდ ძვირად ღირებულ მოწყობილობაზე გვაქვს საუბარი, რადგანაც ეს ტექნოლოგია, როგორც თქვი, ჯერჯერობით ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს, ეს იქნება ინოვაციური პროდუქტი და ინოვაციური პროდუქტის ღირებულება, როგორც წესი, არის ყოველთვის ძალიან მაღალი. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფორმ ფაქტორი, რადგან ჭკვიანი სათვალეები განვითარდა ბოლო წლებში, მაგრამ ძირითადად ეს ჩაფხუთების მიმართულებით ხდება, ხოლო უშუალოდ სათვალე, რომელიც სათვალის ფორმა აქვს და სათვალის წონა და ვიზუალურადაც არ არის განსაკუთრებით ფილმიდან გადმოსული, ასეთი ტიპის სათვალე არ გვინახავს და თუ Meta მართლაც მოახერხა ეს და თან ტექნოლოგია ისედან კარგად მუშაობს, რომ ის ერთი მხრივ თან გამართულია და თან ადამიანს არც თავს დგენს და არც თვალს დგენს და თან სოციალურადაც მიღებული არის, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად Vision Pro-ზე და სხვა ჩაფხუტებზე, რომელთაც უბრალოდ ქუჩაში სიარულისას ვერ გამოიყენებს ადამიანი, მაშინ Meta ამ მხრივ ძალიან დიდ სარგებლობს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი ამ მოწყობილობის ან მოწყობილობების ხაზის გამოშვებისა, მაგრამ როგორც ამბობენ, ან ეს მოხდება წლევანდელ Meta Connect-ზე, ანუ წლისთავარ ღონისძიებაზე, სულ მცირე ანონსი მოხდება ამ ტექნოლოგიისა და უკვე ალბათ 2026 წელს ვიხილავთ უშუალოდ ამ სათვალეს, რომელიც თუ კი მართლა შედგა, მაშინ ძალიან დიდ ბუსტს მისცემს როგორც Meta-ს, როგორც კომპანიას, ასევე საერთოდაც მას ერთგვარ ლიდერად აქცევს ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე, რაც პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზარია, რომელსაც ტექნოლოგიებში ხვდებით, რადგან ვერც ერთმა კომპანიამ მან თავი ძირფესვიანად ვერ დაიმკვიდრა, იგივე Apple, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს, რომელიც ყველაზე დიდი კომპანიაა, მასაც კი ძალიან უჭირს მან არსებობა და რეალურად Apple Vision Pro-ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმატებული პროექტი არ იყო არანაირად, ხოლო Meta-მ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ სწორედ ეს სტიგმა მოხსნას ჭკვიანი სათვალეების მიმართულებით და შექმნას Hypernova, რომელიც აგრეთვე წარმოდგენილი იქნება როგორც საბაისო, ასევე ცოტა განვითარებულ ვარიანტში. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ Meta-ს წარმატება, რომელიც ამჟამად არსებობს უკვე Ray-Ban-თან კოლაბორაციით არის დაფუძნებული სწორედ Ray-Ban-ის ფაქტორზე, რადგანაც Vision Pro-s შემთხვევაში, ან თუნდაც Meta Quest-ის შემთხვევაში ფორმა არის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ადამიანებს ქუჩაში გიგანტური ჩაფხუტებით სიარული არ სურთ, მაგრამ როდესაც საუბარი გვაქვს Ray-Ban-ის სათვალეებზე, მაშინ უკვე პრობლემა აღარავის აღარ უჩნდება. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ Bloomberg-ის ცნობით Meta მუშაობს უკვე მეორე თაობის Hypernova-ზეც, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სტანდარტია, ასე როგორც წესი ინჟინრები ერთდროულად ორ პროდუქტზე მუშაობენ, ხოლო მეორე თაობა სავარაუდოდ ბაზარზე უნდა გამოჩნდეს 2028 წლისათვის და მას ექნება დიდი ალბათობით ორი მცირე ზომის ეკრანი, არა ადამიანი გამოსხულებას არა მარტო ერთი თვალით, არამედ ორივე თვალით დაინახავს, რაც უფრო სრულყოფილ AR გამოცდილებას შემოგთავაზებს. სავარაუდოდ ამ პროდუქტის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს და უნდა ვიფიქროთ, რომ Meta გეგმავს Ray-Ban-ის ძირითადი მოდელების გაუქმებას. არა, ის $300 და $400 მოდელები ისევ დარჩება ბაზარზე, ეს იქნება უბრალოდ ახალი ფლაგმანური რევოლუციური პროდუქტი, რომლის შეძენაც ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს შეეძლებათ. მაგრამ აქ არ უნდა ვიფიქროთ და არ უნდა აგვერიოს ეს ყველაფერი Orion-თან, ვინაიდან ეს არის საერთოდ სხვა პროდუქტი, რომელზედაც მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომაც Hypernova უნდა წარმოვიდგინოთ საეტაპო პროდუქტად, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ Meta მივიდეს როგორღაც Orion-ამდე, ხოლო თავად Orion-ი, როგორც ვიცით, არის Meta-ს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტი, რომელიც საერთოდაც ბოლო წლების განმავლობაში გვინახავს.